ჩართვის სტუმარი გახლავთ ერმილე ნემსაძე, ქართული მარშიდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო 2020 წლის არჩევნებში და რაც შეეხება ამჯერად წარმოადგენს როგორც ომის ვეტერანს. ერმილე, მოგესალმები, მოდით ერთად როგორც ჩვეულებრივმა ქართულმა მოქალაქემ შენი მოსაზრება დააფიქსირე დღეს, როგორია პოლიტიკური ვითარება საერთოდ საქართველოში, როგორი არის ის მდგომარეობა, რომელშიდაც გვიწევს ყოველდღიურად ცხოვრება ნებისმიერ აქ მაცხოვრებელ ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ის ქართველია თუ სხვა ეროვნების. მოგესალმები ნინო, მივესალმები ჩვენ მშობლიურ ქალაქს, სრულიად საქართველოს, ასევე ინტერნეტით ვინც გვიყურებს, ყველას მინდა მივეცოთ დღევანდელი დღე, ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს უთვალიერებს მათი შემდგე, ასევე თქვენ განსაკუთრებულად მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, როგორც პატარა ანგელოზის დაბადების დღე გაქრა. მადლობა. უღმესი მადლობა. დედაყოფილიყავით. რაც შეეხება იმას თუ ქვეყანაში რა ხდება პოლიტიკურ ველზე, აი ამისათვის არის ზუსტად საჭირო ბედნიერი მშობლები რომ ვიყოთ, ჩვენი შვილები ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ზოგადად პოლიტიკური ცხოვრება აისახება საზოგადოების ცხოვრებაზე და ქვეყნის ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, რადონის ჯანსაღი პოლიტიკური ელიტა გააჩნია ქვეყანას, იმ დონის ჯანსაღი სიტუაცია არის. აი ეს ტერმინი თუნდაც პოლიტიკური ელიტა რომ ავიღოთ, არის აუცილებელი რომ გამოვიყენოთ. საქმე ისაა, რომ პოლიტიკური სიტყვა ელიტა თუც არაფერს არ ნიშნავს, ნიშნავს ანუ მაღალ კლასს, ასე რომ ვთქვათ, და პოლიტიკა კი გაცნობიერებულს თავის საქმეში. ეს ყველა სფეროში არის ელიტა. კი. რომელიც წარმოადგენს მაღალ ხარისხს. ახლა საქართველოს წარმოადგენს მაღალ ხარისხს სამწუთას პოლიტიკაში მოღვაწე პიროვნებები. საქართველოში საერთოდ არის თავიანთ საქმეში. არ არის. საქართველოს არ გააჩნია პოლიტიკური ელიტა. ჩვენ გაგვაჩნდა თავის დროზე და ჯერჯერობით კიდე გაგვაჩნია კულტურული ელიტა, რომელსაც შეეძლო შეექმნა ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა. რატომ ვერ შეიქმნა? რატომ ვერ შეიქმნა? პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ჯერ კიდე 92 წლიდან გარეძალების ჩარევის შედეგად, როდესაც დაინგრა, ასე რომ ვთქვათ, ეროვნული სახელმწიფო და შემდეგ, არ ვიცი, რა ნეოლიბერალურ ველსებზე გადავიდა ქვეყანა, მიზანმიმართულად იქნა განადგურებული საქართველოში ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მიმართულება აბსოლუტურად ყველა სფეროში. აი ესე რომ ვთქვათ, ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ლაბორატორია, რომელიც ლაბორატორიაც, აი ვთქვათ, სოროსის ფონდი არის, რომელიც არასამთავროებში გამოჩეკავს ჯერ ასე რომ ვთქვათ, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებსაც შემდეგ აკურთხეს პოლიტიკოსებს და სინამდვილეში რეალობაში ეს ადამიანები აბსოლუტურად აცდენილი არიან ქართულ რეალობასთან, არიან გაზრდილი სხვადასხვა ქვეყნებში. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ უხდიან თუ საელჩოების ხელფას და ისინი ასრულებენ იმ ინსტრუქციებს, რა ინსტრუქციებიც მოდის ამა თუ იმ ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული და პატრიოტული ამ შემთხვევაში უგულველყოფილია და სუსტი არა, უგულვებელყოფილია. სრულიად უგულვებელყოფილი არის და სამწუხაროდ ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ გასაყარზე, როდესაც ეროვნული მოძრაობის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდე შემორჩენილებენ 80-იანი წლების ბოლოდან და 90-იანი წლების, ასე რომ ვთქვათ, დასაწყისში, ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ასაკი ემატება ამ ხალხს, ზოგი ფიზიკურად აღარ არის, ზოგი გაქცეულია ქვეყნიდან და ქვეყანა რჩება ესეთ გამოჩეკილ პოლიტიკანებს და აქედან გამომდინარე ამ ხალხს. ხო, მაგრამ ამ დარჩენას ამ პიროვნებების და ადამიანების ხელში შეუძლებელია მათ ეს შეძლო თუ ამ მრჩეველმა მათ ხმა არ მისცა თუ არ ექნა საზოგადოების მხარდაჭერა. იცით რაში არის საქმე? არჩევნები საერთოდ ისეთი რაღაცნაირი სიტყვა არის მისაღები, რომ მთელ მსოფლიოში ასახავს ხალხის ნებას, ხო? დიახ. რამდენად ასახავს არჩევნები საქართველოში ხალხის ნებას? საკუთარ თავზე გამოსცადეთ. საკუთარ თავზე გამოსცადე და არა მარტო საკუთარ თავზე, ასე რომ ვთქვათ, მეგობრების თავზეც, ირგვლივ ჩვენ პოლიტიკურ ძალაზე, რომელშიც მე შეგიძლია თქვათ ერბილო, რომ თქვენ ჩაიხედეთ რა ხდება არჩევნების პროცესში, აი იქ სადაც ამ მომრჩეველს თვალი და ხელი არ მიუწვდება? რა თქმა უნდა და საქმე ერთ რაღაცაში არის, ანუ აქ მარტო არჩევნები თავის დროზე, აი დიდ ქართველ ზოგი ასე ხედავს ზოგიც, თუმცა უდიდეს პოლიტიკურ ფიგურას ქართველს აქვს ნათქვამი იოსებ სტალინს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინაძლევს ხმას. თავარი არის ვინ ითვლის მას. ეს ერთი. მეორე, როდესაც აი ერთ მხარეზე დგას ქართველი ერი, რომელიც 3.700.000 შეადგენს. არის ერთი დიდი უბნის მოსახლეობა დიდი ქალაქის. კი. რომელიც არის აბსოლუტური უმრავლესობა, 79% ეს პანდემიამდე არსებული სტატისტიკა არის. ითვლება ღატაკად, რომელიც მსოფლიო ბანკმა დადო.
ქვეყანაში სადაც 55,000 ბავშვი შიმშილობს. არ ვიცი, მიგრაცია კატასტროფულ დონეზე. ერთ მხარეზე დგას ხალხი და მეორე მხარეზე დგას ადამიანები, რომლებიც ბოლო 20-30 წლის მანძილზე მათი შვილებით, მათი ასე რომ ვთქვათ, მეორე ნახევრებით და ასე შემდეგ, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე აი ამ გაჭირვებულ ხალხს ხლეტენ, გაჭირვებაში აცხოვრებენ, ვერ შეინახეს ამ დიდარ ქვეყანაში ეს ხალხი და გამოდის ამბობენ, რომ ეს ხალხი მირჩევს მე. ეს არის ტყუილი. იმიტომ რომ არჩევნები დიდარი ქვეყანა ახსენე მერმილე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ქვეყანას შეუძლია იყოს საერთო ჯამში მდიდარი, საერთო ჯამში წარმატებული, არჩინოს ეს უფრო დიდი რაოდენობა მოსახლეობის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს და ღადაკად ითვლება. მოდი შევხედოთ ამ ყველაფერს ნორმალური თვალით, ავიღოთ ადამიანების მოსახლეობის რაოდენობა, რაც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეები, ავიღოთ საქართველოს სიმდიდრეები. ოქროს საბადოები, მილსადენები, საკვანძო რკინიგზა, პორტები, ასევე ქვანახშირის, მარგანეცის, არ ვიცი, მინერალური წყლების არ არსებობს, რომ საქართველოში რაიმე არ მოიპოვებოდეს, ხო? მაგრამ ხომ აქვს მნიშვნელობა ვის ხელში არის? ხო, აი ზუსტად აქედან დავიწყოთ. საქმე იმაში არის, რომ ჩვენ ქვეყანას არა მარტო 3 მილიონის შენახვა, შეუძლია 10 მილიონი ადამიანის შენახვა, ისე გემრიელად და ისე კარგად, რომ არ ვიცი, ქართველი კაცი ხელის ამ შენახვაში გაჭირვებას არ გულისხმობთ. არა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდრად. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ მაღალ ინტელექტუალურ რესურსზე, რომელიც ქართველი მეცნიერების სახით საქართველოში იყო. პირად რამდენიმე ჩემი უახლოესი მეგობარი არის, უფროსი ადამიანები არიან და უდიდესი ინტელექტუალური რესურსია. რაც შეეხება იმას, რომ სოფლის მეურნეობა, რომელზეც ოდითგანვე ქართველი კაცი იყო მიბმული და ქართველი კაცის ცხოვრება იყო მიბმული, ასე რომ ვთქვათ, ხო, საერთოდ განადგურებულია. მე ერთ-ერთ ცაგერში, როდესაც ბრძანდებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი, მას პირდაპირ უწოდე, რომ მოღალატეა, იმიტომ რომ ბოლო 8 წლის მანძილზე 500 სოფელი დაიცალა საქართველოში. და როდესაც გვეუბნებიან, რომ ტურიზმი აყვავებს ქვეყანას, ტურიზმით აყვავებული ქვეყნები არ არსებობენ. აი, თუნდაც პანდემია მაჩვენა, რომ ადამიანი ან შემოვა შენ ქვეყანაში და დახარჯავს ფულს, ან არა. ამით როგორ შეიძლება იცხოვროს? და ქვეყანას ადევს 65 მილიარდი ლარი ვალი. ხო, მაგრამ ტურიზმი ერთ-ერთი ისეთი სფეროა, რომელსაც პრიორიტეტული არ უნდა იყოს. პრიორიტეტული არ უნდა იყოს ასეთ. იმიტომ რომ თუნდაც ისე რომ ამბობდნენ, რომ აი 12 მილიონი ტურისტი მივიღეთ. ვინ ყვებავდა 12 მილიონ ტურისტს? აი იქედან თურქეთიდან ვიღაც, რა ვიცი, აღა, იქ ირანიდან ვიღაცა გლეხი, იქაური ირანელი, აზერბაიჯანელი, ოღონდ ქართველი გლეხი არა. რატომ ქართველი გლეხის დაწამი არ იყიდება? არა, ამათმა მიზან მიმართულად გაანადგურეს. აი თქვენ რო იცოდეთ რა ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში, იყო სააკაშვილის დროს იყო ერთი კვეზერელი, რომელმაც ძროხის და ხარის გარჩევა არ იცოდა და მამალი ძროხას ეძახდა. ეხლა უარესი არის და კიდე იქ ყავთ ერთი ხანიშვილი არის გვარად, ის საერთოდ რაღაცა უდიდესი ვინ უნდა მართავდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა მართავდეს ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში რომლის პირველი აპრიორი არის, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და სოფელი. ეს უნდა იყოს პირველი ქვაკუთხედი და მერე და მეორე საკუთარ ქვეყანას უნდა იცნობდეს. ეს შეიძლება იყოს მეცნიერი, ეს შეიძლება იყოს, აი თუნდაც შეიძლება იყოს მასწავლებელი. არ იყოს სოფლის მეურნეობის, ასე რომ ვთქვათ, გლეხი ხო არავა და მინისტრი ხო არ გახდება. მაგრამ ადამიანს უნდა უყვარდეს და უნდა ესმოდეს საკუთარი ქვეყანა. უნდა შეძლოს ქართველი მეცნიერების გაერთიანება იმისთვის თუ რა უშველოთ ჩვენ ქვეყანას. და ჩვენ დღეს ვართ გაღატაკებული, გაჭირვებული 65 მილიარდი ვალით ერი, რომელსაც აი თქვენ პატარასაც, მეც და მოხუც ადამიანსაც დაახლოებით 30000 ლარი გვაქვს ვალი, ის რაც არ მიგვიღია, არ აგვიღია და 10 მილიარდი სოფლის მეურნეობაში რომ ჩაედო, დღეს საქართველოში სხვა რეალობა იქნებოდა. ამიტომ როდესაც ამ ხარეზე არის ეს ხალხი, ანუ პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება. კიდევ რა შეიძლება იყოს ερμილე? საქართველოში პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, მეცნიერება უნდა იყოს და განათლება, რომელიც ინტელექტის დონე საქართველოში ძალიან მაღალი არის. ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს ადამიანები და რა თქმა უნდა იყოს გამოყენებული ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ხავს აღნიშნავს, მაგრამ საქართველოში ქართული სახელმწიფოსი არაფერი არ არის. აბსოლუტურად ყველაფერი გააყიდული არის უცხოელებს და ნეოლიბერალური მიმართულებით. ამიტომ ვიკითხე, გააჩნია ვის განადგურეს და ჩვენ ვიმტკიცებენ, რომ
აბსოლუტურად, ესე იგი, თუ კი ყველაფერს გავყიდით, აი ბენდუქიძის დოქტრინა იყო ეგეთი ეკონომიკური, ყველაფერს გაყიდვა შეიძლება ნამუსის გარდა. Ну, როგორ შეიძლება ისეთი ბრიყვი იყო ადამიანი, რომ ქართველმა კაცმა, რომელიც ბორჯომიც თუნდაც კომუნისტების პერიოდში ამაყობდა, ქართველი კაცი ბორჯომიც კი სხვას მიყიდოს, ესე იგი მიწაც კი სხვას მიყიდოს, ესე იგი ყურძენიც სხვამ დარგოს და ქართველი ადამიანი. კარგი, დაყიდვის თემას რადგან შევეხეთ, აქ ნამოხვან ჰესზე პარალელურ რეჟიმში გადასვლა და ამ თემას რაღაც მხრივ ასე თუ ისე ჩვენც გამოვეხმაუროთ, ლოგიკური იქნება, მით უმეტეს მე მინახავს რომ შენ აქტიურად ხარ ჩართული, ყოველ შემთხვევაში გინდა გაერკვე კარგად ამ პროცესებში. რამდენად მნიშვნელოვანია აქ სწორად დაინახო რა ხდება? აქ არის ძალიან მარტივად საქმე. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ნამუხვახესი არის ერთ-ერთი შემადგენელი. მე ჩემ სოციალურ ქსელში, ჩემ გვერდზე გამოვაქვეყნე დაახლოებით 123 გიგანტური საშუალო თუ მცირე ჰესების სია, რომელიც 2010 წლამდე უნდა აშენდეს. 2030 წლამდე უნდა აშენდეს, დაგეგმილი არის. ერთ-ერთი არის ნამუხვან ჰესი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უნდა აშენდეს საერთოდ ჰესები, როგორ ფიქრობ? ჰესები უნდა აშენდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჰესები აქ არ არის საუბარი რაღაც გიგანტურ ჰესებზე, საქართველოში არის 27000 მდინარე, შესაძლებელი არის შეიქმნას საშუალო და მცირე ზომის ჰესები, რომელიც საქართველოს ამ მომენტისთვისაც კმარა ის ენერგია, ეს ყველაფერი ტყუილია. არც ერთი მე ვკითხე ეკონომიკის მინისტრს, რომელიც გვემტკიცებდა საგერში სხვათა შორის, რომ თურმე საქართველოში ეკონომიკა იზრდება წინა თვეებში მარტო ხო თებერვლის და მარტის თვეში 11% ეკონომიკური ვარდნა იყო, ну საერთოდ წინა წლებში არ მაქვს საუბარი და ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. თურმე რაშია საქმე? ეგრეთ წოდებული ბიტკოინების ფერმები არის დახსნილი, ეს ჩინოვნიკების მათთან გათანაბრებული პიროვნებები უბრალოდ გააკეთებენ ამ ყველაფერს, ეს ჩავთვალოთ, რომ ეს ჰესები ჭირდება 2015 წლამდე თუ ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, გავხდით კატასტროფულად იმპორტიორი ქვეყანა და აი თურმე ვიღაცამ რომ ბიტკოინებით ესე იგი ცხოვრება ატაროს, ჩვენ ასე უნდა მთელი ჩვენი ქვეყანა უნდა გავაჩანოთ. ახლა რაც შეეხება ნამოხვან ჰესს, მით უმეტეს გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ესე იგი ჩვენო ამ პირობებში არ ავაშენებთო, როგორც არის, არ ვიცი ალბათ მესამე თვალი აეხილა, იმიტომ რომ პრობლემა ერთ რაღაცაში არის, ჩვენ ამას პირველი დღიდანვე ვეუბნებოდით. რა პირობას თავაზობენ? ჩემთვის პირადად, ხო მე არ ვიცი ვინ რაზე არის მომხრე, ჩემთვის პირადად. მე წინააღმდეგი ვარ აბსოლუტურად ნებისმიერი პირობით ამ ჰესის ამ ფორმატით აშენების. არ აქვს მნიშვნელობა. ამას სახელმწიფოც რო აშენებდეს, ამხელა გიგანტური ჰესის წინააღმდეგი ვარ და ვინც თანახმა არის, რა მნიშვნელობა ახლა 100 წლით ექნება თუ 59 წლით ექნება. ну კონტრაქტს ჩახედავ საერთოდ საშინელებაა, ну საგიჟეთია, ну ამაზე ახლა ამ გადაცემაში, კი არა 10 საათიან გადაცემაში ვერ მოახერხებ. გამოსავალი რა არის? როგორ ფიქრობ და რამდენად აუცილებელია? გამოსავალი ის არის, რომ საზოგადოების ამხელა პროტესტი, როდესაც ახლა არ ვიცი უკვე ამ პროტესტმა ნელ-ნელა რეგრესი განიცადა და როგორც განიცადა, ჩემთვის სამწუხარო არის, რომ ну თვითონ ვერ მიეცა ყველაფერს ის ფორმა, რა ფორმაც შეიძლებოდა, კი მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრია ესეთი, იმიტომ რომ რა ვიცი, ხედავ მე 20000 ადამიანს ხედავდი, 30000 ადამიანს ხედავდი, ნელ-ნელა ამ ხალხის მასა მიყვა. რაოდენობა განსაზღვრავს, მე მინახავს ეს საპროტესტო აქცია დასაწყის ფაზაში, როდესაც 10-30 ადამიანი იყო, სულ არც ამდენი. რამდენიც არ უნდა, ვინც რა არ უნდა თქვას, რაოდენობა, როდესაც უკვე ამხელა ეს გიგანტთან გაქვს საქმე კომპანიასთან და სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, რაოდენობით უნდა შეაშინო ეს ხალხი და არა მარტო რაოდენობით, ქმედებით, არსებობს პროტესტის კატეგორიული ქმედებები, რომელი კატეგორიული ქმედებებიც უნდა აიძულო. აი ესე მოხდა მაგალითად, აი როგორც მოხდა იელის ოქროსთან დაკავშირებით სვანეთში, როგორც მოხდა ნესკრაჰესთან დაკავშირებით, როგორც მოხდა ხუდონჰესთან დაკავშირებით. აი ჩაიხედონ ამ ყველაფერს, ვისაც აინტერესებს რა კატეგორიული ფორმები ქონდა ადგილობრივ სვანურ მოსახლეობას მიღებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იყო ხატზეფიცი და ამის შემდეგ ქმედებაზე გადასვლა თუ ასე შემდეგ და დამთავრდა იმიტომ რომ იელის ოქრო იქნებოდა თუ ხუდონჰესი იქნებოდა, რომელსაც დღესაც იძახიან რომ უნდა აშენდეს, ამის ყველაფრის წინააღმდეგი იყო ადგილობრივი მოსახლეობა და არა მარტო წინააღმდეგი იყო, ქმედებაზეც იყო გადასული. ბევრად მეტმა ნაკლებმა ადამიანებმა მეტი შედეგი დადეს. რავი, ღმერთმა ქნას და მე ვწდებოდე და ღმერთმა ქნას და მართლა სწორი ფორმით მიდიოდეს ნამოხვან ჰესის პროტესტი და მართლა ყველაფერი ესე კარგად იყოს, როგორც პროტესტის ლიდერებს მიაჩნიათ. მე მხოლოდ ეს გამიხარდება, იმიტომ რომ ჩემი სურვილი არის ის, რომ ხო, მაგრამ შენ როგორც მოქალაქე როგორ ახარ? მე როგორც ამ წუთას, ან რას აპირებ, როგორ ფიქრობ? მე როგორც მოქალაქე, როგორც ჩართულობის პროცესი მე ამ პროცესში თავიდანვე ვიყავი, ახლა სავარდა ვიქნები ყოველთვის და
როგორც ჩავთვლი საჭიროდ, ისე გავაპროტესტებ ამ ყველაფერს იქნება ეს ეგრეთ წოდებულ მაგათ მინისტერიალზე დასწრება და საკადრისი პასუხისგაცემა თუ აქციაზე დადგომა თუ კი რაიმე ქმედებები იქნება მიღებული, იქნება იქ, სადაც უნდა იყოს და რადგანაც აი ამ თემაზე ვსაუბრობთ ახლა, ხო? მე მინდა აუცილებლად აქედან სოლიდარობა გამოუცხადო ირაკლი მუკბანიანს. ირაკლი მუკბანიანს, რომელიც სულ რამოდენიმე დღის წინ გომელაურის უწყებამ დააკავა რაღაცა სადამსჯელო ოპერაციით საკუთარ მეგობრებთან ერთად, ესე იგი უყოფებოდა ადამიანი მეგობრის სასაფლაოს აკეთებდნენ, მივარდა მთელი პოლიცია, სპეცრაზმი დარღვეული არის თავიდან ბოლომდე პოლიციის შესახებ კანონი, არანაირი იარაღი მათ არ გააჩნდათ, არანაირ წინააღმდეგობას ისინი არ წერდნენ, გამოყენებული არის რეზინის ტყვიები, საბრძოლო ტყვიები, დაჭრილი არის იქ ბიჭები, დაკავებული არის და ამბობს პროკურორი, რომ ის უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ. აი ამ უბედურების წინაშე ვდგავართ ჩვენ და იქეთ ორ ადამიანზე კიდევ ვინც მის გვერდით იდგა, იქეთ აქვს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ სახელმწიფო არა ვართ, ჩვენი უბედურება აი ამაში არის. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ვიღაცას აინტერესებს უპრინციპო გუბასანიკიძემ რა უთხრა, ნაძირალა იმან დინარაძემ რა თქვა და ასე შემდეგ რა გამოდიან და უმტკიცებენ ხალხს ერთმანეთს ლანძღავენ და ჩვენი ეხლა დინარაძეს უსმენდი მომენტი შემხდა Facebook-ზე რომ ამბობდა რომ აი ჩვენ ხალხი გვავალებს თქვენ აგირჩიათ და აქედან გამომდინარე ხართ პარლამენტში და ხალხი ჩვენზე გაბრაზებულია რომ თქვენ არ დაგასრულეთ. ერთი რა მინდა იცი ამ ფოთაშორის ნაცების დროს ეშმაკის ადვოკატი იყო და გარიგებებზე საკმაოდ გემრიელად აქვს ფული ნაშოვი და ასე რომ არასდროს ყოფილი ვარ მაგათი მომხრე და თავის ჩაითვლის. აი ნაძირალას მინდა უთხრა. იცი ის მაგ უჭკუამ რამდენი მომხრე ყავს ფაშისტურ პარტიას ევროპაში? მაგრამ ფაშისტური პარტია სადმე არის? ან ის თუ იცის რომ არის ამ ტვინ გადასული ბრეივიკის ფანებიც არიან, მაგრამ ბრეივიკის გარეთ ვინმე უშვებს? დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. მაგრამ ხალხის გარდა და პრობლემების გარდა ყველაფერი აინტერესებს. აი შეხედეთ ნინოწმინდის პანსიონის თემასთან დაკავშირებით. ეს ხო საშინელება არაც იქ ხდება. აი ავიღოთ ელემენტარული ხო ამ ქვეყნის შვილები ვართ. 192,000 ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილი, რომელიც შემწეობას იღებს. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის სრული სურათი. ეს არ არის სრული. აი მე ვამბობ ძირითადად 55,000 ბავშვი შიმშილობს. 500 ჩვილი ყოველწლიურად შევიდნენ სტატისტიკის სამსახურში ეს ყველა 500 ჩვილი ყოველწლიურად იღუპება იმისთვის რომ შესაბამისი კვება, შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ მიეწოდება. ეს ჩვენი ერის გენოციდია ეს რაც ხდება. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ახლა გაახსენდა ბავშვების უფლებები. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციამ სხვათა შორის, ხო? შეიტანა ბავშვების წამებასთან დაკავშირებით ფაქტები, იყო ასე დაჩვენ ვიცეკვეთო ქართულ გეი პორნოფილმში რო გადაიღეს მშობლების თანხმობის გარეშე ბავშვები და საერთოდ გაიქცა დაიმალა ამაზე პასუხიც არ გაუწია დღემდე. კი მე მახსოვს შენი ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში სწორედ ამ თემას ეხებოდა და ამბობდა რომ შეკარგა ხნის წინ ახლაც არის აღძრული პროკურატურაში საქმე და დევს თაროზია შემოდებული თხოვნით მიმართვა რომ როგორც სახალხო დამცველმა გასცეს ამ ყველაფერს პასუხი. სახალხო დამცველს ბავშვები საერთოდ არ აინტერესებს. წარმოიდგინეთ 40,000-იანი ჯიპი იყიდა სულ ცოტა ხნის წინ, 10,000-ზე მეტი ხელფასებს იღებს, პრემიებს იღებს და ამდენი ბავშვი შიმშილობს, ამდენი გაჭირვებულია, ბავშვთა პანსიონატი ინახავს ამ ბავშვებს და იქ მივარდნენ რომ ეს დაშალო. სხვათა შორის მე მინდა უთხრა თურმე ესე იგი ლოცვა გამხდარა პრობლემა, რამდენიმე თქვენი უკაცრავად და ვაი კოლეგა ამბობდა რომ ბავშვისთვისო შეიძლებაო საერთოდ არ აიღო სასიამოვნო ლოცვის პროცესი. კაცო, საქართველოში გარდა მართლმადიდებლური პანსიონატების გარდა არის სხვადასხვა რელიგიური, აი ისლამური პანსიონატია. რამოდენიმე ზემო აჭარაში, ქვემო ქართლში და ასე შემდეგ. მათი რელიგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, იქ ლოცვა მუხზე შეიძლება ამ ბავშვების გადანაცემა. არა, მუხზე ჩოქვით მიმდინარეობს ლოცვა. ესე იგი ლომჯარიას არასდროს შეუწუხებია, რომ შეიძლება იმ ბავშვებს მუხზე ჩოქვით ლოცვის პრობლემა შეექმნას. აქ შეიძლება მოგძებნოთ რაღაც. რა თქმა უნდა, არა, ამათ აინტერესებთ ერთი რამე. მართლმადიდებლური ქრისტიანული და გამოვიდა სხვათა შორის ევროკავშირის ელჩი და თქვა რომ ჩვენ ესენი უნდა დავასრულოთ და ვინ გაზრდის ამ ბავშვებს. ესე იგი გამოდის რომ პანსიონაზე მეტად და ქრისტიანულ მართლმადიდებლურ აღმზრდელებზე მეტად ვინმე მიაბარებს ახლა შვილს ლომჯარიას გასაზრდელად. მე არ მინდა გკითხოთ თქვენ რომ თქვენ შვილს სასულიერო პირს მიაბარებით ასაზრდელად თუ ნინო ლომჯარიას და მის ასე რომ ვთქვათ
ბაია პატარაიას და არ ვიცი მე არ სიტყვის გამეორება არ მინდა რაც მაგათ ორგანიზაციას. მე სიმართლე რომ გითხრა ამ წუთას ვფიქრობ რომ ამ ქვეყანაში შვილის მიბარება არავის არ შეიძლება მაგრამ მშობლებიც კი ვერ უზრუნველყოფენ ყურადღების გაცემას იმიტომ რომ ცოტა რთული მდგომარეობა მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ხო არის შესაძლებელი გამოვალი სიტუაცია ხო არსად არ არის ეკონომიკური აღმავლობის გარეშე ამ მდგომარეობიდან ქვეყანა ვერ გამოვა. ეკონომიკურ აღმავლობას ვთქვათ ყველანაირად ხელს უშლის წინა თუ ახლანდელი ხელისუფლება. მე მაგას ვამბობ. ამ დიდარ ქვეყანაში ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს შენიერი 65 მილიარდი ვალი დაადო და გაყიდო ყველაფერი გააშიშილო გააღატაკო ლონდონის ბერლინის ერთი უბნის მოსახლეობა. ნუ ხალხზე იმდენი სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს და მე ვამბობდი წეგანო ისეა გაშიმშილებული ხალხი და აქეთ ისეთი მაძღარი კასტა არის რომელსაც ლაბორატორიის ვირთხებივით ადგანან თავზე და ასექენით ხალხი ისე დაგსაქსეს და ისე დაიშალა. აი მე გეკითხებით ახლა ელემენტარულად თქვენ როდესმე წარმოგედგინათ რომ საქართველოში გირჩის მსგავსი პარტია გაიხარებდა რომელიც უკაცრავად ბრძოლის მაგივრად გაადეზერტირებდა ახალგაზრდობას საოკუპაციო ხაზთან მივიდოდა და შარვალს უკაცრავად ამ სიტყვის ფაქტია ჩაიხდიდა ნარკომანიას პირდაპირ ოფიციალურად უკადაგებდა რელიგიას შეაცვლევიებდა და ამასთან ერთად პარლამენტში იჯდებოდა. ეს პირველი დამნაშავე ორგანიზაცია ამიტომ ხალხი არის აი რატომ აირჩია გირჩი და არა სახალხო ქართული მარში მაგალითად ნუ ახლა მე ამორჩეվել მე კიდე ერთხელ ვამბობ რა აქ აი ამაზეც მინდოდა მე თქვა ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ ირჩევს ეს ტყუილია სიყალბია ეს არჩევნები და აი იქ როდესაც იდგნენ და აპროტესტებდნენ დღეს როდესაც ყველა უპრინციპო ნაძირალა პოლიტიკოსი და მე ასეთი საშინელი პარლამენტი დღეს რო არის ყოველი პარლამენტი უარესი და უარესი მე არ მახსოვს და არ მინახია და ალბათ კიდე მომავალი უფრო უარესი იქნება აქ ხალხს არავინ და არაფერი არ აურჩევია ეს ჩვეულებრივად აირჩია აი ამ სექტამ ეს არის ივანიშვილის სექტა ეს არის მის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი რომელსაც პარლამენტში აწყობთ ეროვნული ძალები კი არა მე ახ ქართული მარშის წევრი აღარა ვარ სხვათა შორის და ყველანაირი იმიტომ რომ ჩავთვალე პოლიტიკურ პარტიაში ჩემი ადგილი არ არის სულ სხვანაირი პიროვნება ვარ და აქედან ჩემი რესურსი თუმცა ძალების ცადე ხო აი მოსინჯოთ ყველაფერი ცადე მე ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ ამ პარტიის და უსურვებ წარმატებებს მაგრამ მე თან არ შემიძლია ახლა რომ პოლიტიკური შევატყვი რომ არა ეს ჩემი საქმე და ეროვნული ძალები იმიტომ არ აირჩია ქართულმა ოცნებამ ასე რომ ვთქვათ ხელის პარლამენტში რომ მათთვის ოპონირება ზუსტად ისეთ უკაცრავად და პოლიტიკურ ნაგავთან როგორც არის თვითონ არის ძალიან მარტივი გამოვლიან დაუწახებენ თქვენი სისხლიანი 9 წელიწადი ესენი გამოვლიან თქვენ ასეთი იქ ახლა ნუ გირჩ რა უნდა ესაუბრო ხო თავიდან ბოლომდე და ნუ ამ გუბას სამიკიძეს რომელმაც ხვენია რომ ჩემი ქალაქიდანაა საერთოდ ამდენ პარტია გამოიწვა სამარცხვინო ადამიანი მაგრამ ხომ შეიძლება ერთხელ შენც აღმოჩნდე რომელიმე პარტიაში არა მე ქართული პარტიიდან არასდროს არ ვიქნები ეს გამორიცხული არის იმიტომ რომ პარტიული ცხოვრება თვითონ საქართველოში არ ამართლებს ჩვენ აი თუ კი შევხედავთ რეალობაში ხო ერთადერთი ქვეყანა ვარ სადაც 300 პარტიაა დაახლოებით ხო ანუ პარტიის გარეშე შენ შეიძლება იყო პოლიტიკაში ასე მოიაზრებ შენ თავს რა თქმა უნდა მე საზოგადოებრივი და სამოქალაქო უფრო მიზიდავს, უფრო მაინტერესებს და ეს პოლიტიკური კონიუნქტურას მე თვითონ ვერ ვერგები ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და თუ კი ვინმე ეროვნული ძალა შეიქმნება და პარტია შეიქმნება, ღმერთმა წარმატებები მინდა უსურვო და რა ვიცი, აბა პირიქით, მაგრამ არ უნდა თამხავს. ეს არის დირექტივა მოსული, სხვათა შორის ნაკლებად კითხულობს ვინმე, მაგრამ არსებობს ბრიტანეთში ესეთი ძალიან ძლიერი ანალიზის ცენტრი ჩიტომ ჰაუსი ქვია, რომელმაც ახლა კი არა 2018 წელს გამოაქვეყნა საქართველოში პოლიტიკური, ასე რომ ვთქვათ, კლასის ცვლის პოლიტიკა როგორ უნდა მოხდეს. საკმაოდ ღრმად არის, მე მქონდა ჩემ სოციალურ ქსელში გვერდზე ეს განხილული. მოკლედ ვიტყვი ძირითად ასპექტებს, იყო ესეთი მთავარი დირექტივა არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ, ანუ ალბათ დაახლოებით მეც და თქვენც, რომლებსაც ესე იგი ეროვნული მოძრაობის პერიოდი აქვს გავლილი არის. ეს ხალხი საერთოდ უნდა იქნას იგნორირებული და მოწვეული არ უნდა იქნას საერთოდ
ტელევიზიაში, ხალხი მას არ უნდა უსმენდეს და საერთოდ ქართული პარლამენტი და პოლიტიკური სპექტრი 100%-ით უნდა დაკომპლექტდეს სოროსის ფონდიდან, ასეთი პატარა-პატარა წარმომავლობები. მაშინ გამოდის ჩემი შვილის თაობა უნდა გამოვიდეს აქტიურად. აი დაახლოებით ასე რომ ვთქვათ, ისინი აქცენტს აკეთებენ 2000 წლიდან დაბადებულ ბავშვებზე, რომლებიც უკვე 21 წლის არიან და რომლებიც ალბათ რომელმაც უკვე მოახდინეს და თუ ჩვენ დავაკვირდებით თავის დროზე სოროსმა ესეთი რამე უთხრა, როდესაც ჩამოვიდა ქართულ განათლებულ ადამიანებთან შეხვედრა, რომ მე არ მაინტერესებს ხართ თქვენ, მე არ მაინტერესებს თქვენი შვილები, მე მაინტერესებს თქვენი შვილიშვილები. იმიტომ რომ ჩვენ ისეთი თაობა უნდა გამოვზადოთ, რომელსაც თქვენი გავლენა მათზე არ ექნება. ავიღოთ სკოლა. ხო, აი ეროვნულად ნიველირებული არის, ეროვნული განათლების პროგრამა არ არის. რა ვიცი, ყველაფერი ბევრი რამის თქვა შეიძლება და ასე რომ ჩვენ ქვეყანაში ახლა რაც ხდება, ნორმალური ადამიანი ერთი რაღაცა მინდა დავამატო. აი გახარიაზე მინდა ვთქვა, რომ გახარიამო, ესე იგი კანონზე მაღლა დააყენაო თავი ივანიშვილმა თავის წერილში თქვა ესეთი რაღაცა. კი, მაგრამ თქვენდალოცვილებო 2012 წელს როცა მობრძანდით, კანონზე მაღლა ტოტალურად ისე დააყენეს თავი და კოჰაბიტაცია ისე გამოაცხადეს, რომ და ის დაავიწყეთ, რომ დამნაშავეზე ხელის დამფარებელი დამნაშავეა და მურუსიძე სულზევით დასვეს და ბაჯაკით ახლა ხალხო და მიიღეთ ესო და ესო იმიტომ რომ დასავლეთში არ უნდათო რომ დამნაშავეები დავსაჯოთო და ქვეყანა რომელიც საერთოდ არის ყიფე და მსვლელადი ყოველთვის მისი ხელისუფლება გამოსავალს მისი საზღვრებს გარეთ ეძებს პრობლემების მოგვარებას და ვარ ზუსტად ეს დაპყრობილი ქვეყანა რომლებიც ველოდებით სხვები როდის მოაგვარებენ ჩვენს პრობლემებს ნუ როგორ არის იცით გვაქვს განცდა მაგრამ ყველა მიცის რომ ეს არ მოხდება ყველა მიცის რომ ნატოს ჯარები არ ჩამოვიდა აფხაზეთში არ იბრძოლებენ არც სამაჩაბლოსი ყველა მიცის რა თქმა უნდა ის რომ რუსეთს საქართველოს გამო არავინ სანქციებს არ დაუწესებს და შიმშილით არ ამოაძრებს სულს მაგრამ ჩვენ მაინც ასე ბრეყურად გვეუბნებიან და გავხდებით წევრები ხალხსაც ჯერა ხალხი დაიღალა უბრალოდ და კარგი ბოლოს აუცილებლად კითხვას დაგისვამ და ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვ და ემილე ხალხი დაიღალა შენც ასე მგონია რომ ცოტა დაიღალე იმიტომ რომ გამოხვედი პარტიიდან იმდენად აქტიურად არ ახარ ნამოხვანის იმ აქციებში ცოტა გარედან უყურებ ამ წუთას რასაკვირველია დაიღალე არა იცი უფრო დაუბრძენდი გამოცდილება მომემატა და ნუ გამოცდილება ასაკთან ერთად გამოცდილებაც მომემატა და ვფიქრობ რომ უფრო შეიძლება ნაკლები აქტიურობით უფრო მეტი შედეგი მოვიტანო ჩემი ქვეყნისთვის მაგრამ მაინც აქტიური მოქალაქე იქნები რა თქმა უნდა დიდი მადლობა ცოცხალია მანამდე სამშობლოსთვის დიდი მადლობა ერმილე ნემსაძე იყო ჩვენი სტუმარი სტუდიაში დღეს ქართული მარშიდან ის მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ ქალაქ ქუთაისში ომის ვეტერანი მე ამით გემშვიდობებით აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ხუშაბათს და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება ნახვამდის